სტიქია საბრძვიან დასავლეთ საქართველოში გურიაში აჭარასა და ზემო იმერეთში დიდ თოვლობაა, განსაკუთრებით მძიმე ვითარება გურიის რაიონებში, სადაც სწავლის პროცესი შეწყდა. მოსახლეობის დიდ ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ცენტრალურ და შიდა სასოფლო გზებზე საავტომობილო მოძრაობა შეფერხებულია. ანალოგიური სურათია აჭარაშიც, სადაც სკოლები და ბაღები ორი დღით დახურეს. მუნიციპალური ტრანსპორტი არ მოძრაობს, ზღვაზე 6 ბალამდე შტორმია. აჭარისა და გურიის მაღალმთიანი სოფლების უმეტესობა გარესამყაროს მოწყდა. აჭარაში უკვე 5 დღეა თოვს. ბათუმში თოვლის საფარმა ბოლო მონაცემებით 9 მეტრს გადააჭარბა. შესაბამისად, ქუჩებში გადაადგილება პრობლემაა. ქალაქში დილიდან 71 ერთეულზე მეტი სპეციალური ტექნიკა და 700-ზე მეტი თანამშრომელი მუშაობს. იწმინდება გზები და ზღვაში გამსვლელი არხები. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ყველა დაგეგმილი რეისი გაუქმდა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. 2 დღით შეჩერდა სააღმზრდელო და სასკოლო პროცესი. მუშაობა დროებით შეწყვიტა მუნიციპალურმა ტრანსპორტმაც. ადგილობრივი ხელისუფლება მოქალაქეებს ურჩევს გადაადგილებისგან თავი შეიკავონ. ტრანსპორტი არ მოძრაობს, ტაქსი არ ნიშნება და გზებია გასაწმენდი. თოვლი გვინდა და გვიხარია, მაგრამ ძალიან დიდი პრობლემები შექმნა ქალაქში. გადაადგილება ჭირს. თქვენ ტრანსპორტს ელოდებით? ელოდებოდი, მაგრამ აღარ ველოდები, ხედავ და არ დადის. როგორც ვიცი, ეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამ წუთებში არ მოძრაობს, ამიტომაც ფეხით ვსიღო ხერხერო გადავადგილ. სიტუაცია ამ ხელა თურში ახლა ნორმალურია, მეტი რა უნდა იყოს, გაწმენდილი არის. ჩასაგანებელი ადგილი არ გქონდა ეს რა. მნიშვნელოვანია, რომ როგორც სანაპირო ზოლში, ასევე ყველა ძირითად ქუჩაზე, ყველა ძირითად გზაზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 2 დღის განმავლობაში შეჩერდეს აღდგენილობითი პროცესი, როგორც ბაღებში, ასევე სკოლებში. უკვე რამდენიმე დღეა გაზი, ელექტროენერგია და ინტერნეტი არ აქვს გურიის რამდენიმე სოფლის მოსახლეობას. რეგიონში ისევ ინტენსიურად თოვს. ჩახერგილია გზები, მოგლეჯილია ხეები. მიუხედავად იმისა, რომ მთავარი გზები აქტიურად იწმინდება, შიდა საუბნო გზებზე კი ტექნიკური მარილი იყრება, რეგიონის მასშტაბით ჯერ კიდევ არის ისეთი ტერიტორიები, სადაც გადაადგილება ფაქტობრივად შეუძლებელია. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ლანჩხუთში რამდენიმე სოფლიდან ადგილობრივების გაყვანა გახდა აუცილებელი. ჩოხატაურის მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარმა 2 მეტრს გადააჭარბა. ანალოგიური ვითარება ოზურგეთშიც. სამივე მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სასწავლო სააღმზრდელო პროცესი დროებით შეჩერებულია. პრობლემები შეგვექმნა, შუქი არა გვაქვს. წყალი მიწაშია დამარხული და საწევი და წყალი არ ვიცი მედავი. ხო და დენის ამბავი კიდე გიგითხარით. გაზი გვაქვს, მადლობა ღმერთს, გაზი არის, მაგრამ დათოლვის ამბავი არის პრობლემა. ხალხი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, ბევრი სახურაები ჩაწვა. ძალიან სერიოზული პრობლემებია ახლა ეს შიდა გზები არის, ვერ იწმინდება, იქ ჭები არის ამოკუზული, იმის საკანალიზაციო ჭები და ტრაქტორი ბოლომდე ვერ წევს, ნიჩავს და არ იწმინდება, სრიალობს მანქანები. სასწრაფო ალბათ შიდა გზებზე ვერ შევა. გარეთა გზაც ბოლომდე არა გაწმენდილი, ახლა 20 სანტიმეტრი მაინც დაბეკნილია და ესეც ალბათ უნდა გაიწმინდოს. ყველაზე დიდი პრობლემა არის იქნებ როგორმე გამოიყოს ჯგუფები, რომ ეს ავარიული სახლები აქვს, ზოგადად ზეთ ვერ გადიან. თანხას გადავიხთითო ხალხმა. ოღონდ ვინმე მოვიდეს და დაუთოვლოს. სახლის ჯავრიც მაქვს, რომ არ შეინგრეს, ბავშვები არ მყავს აქეთ ფინიში არიან და რა ვიცი. ვერ მივდივარ სახლში. ასეთი თოვლი დიდი ხანია არ ყოფილა. არა. ეხლა გამოვედი და რა ვიცი თუ რამე გაყვალული ან რამე იქნებ წავიდე. ტრასა რო მიდის ეგ პირდაპირ გაუყალავი გზა 112-ში დავრეკეთ გუში და არავინ არ მოსულა, არც ქვილია ხალხს. 3 დღე ჩაკეტილია ბახაზი. პური არა, ეხლა პურზე წამოვედით. ხო და ასეთია და ეხლა როგორმე გათხარო ისი გაწვიდონ ქუჩა. ხო და მოაბარაგონ ხალხი პურითა და კარტოფილი და რაღაცები მოუტანონ სახში. პირველივე დღიდანვე ჩართულია როგორც მუნიციპალური, ასევე სხვადასხვა უწყებების სპეცტექნიკა და ასევე ჩართულია ცოცხალი ძალაც. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ უმოკლეს ვადებში იქნეს ყველა პრობლემა გადაჭრილი, ასევე მიმდინარეობს მოქალაქეების საჭიროებიდან გამომდინარე რეაგირება. სწავლის პროცესი შეჩერდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 3 საჯარო სკოლაშიც. სოფლების ჯუმის, ოდიშისა და აბასთუმნის სკოლები მოსწავლეთა უსაფრთხოების მიზეზით დაიხურა. რეგიონში დიდ თოვლობამ პრობლემა შექმნა ფოთშიც, სადაც გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად დამატებითი ტექნიკის საშუალებით ხორციელდება. რაც შეეხება სხვა მუნიციპალიტეტებს, გზები გაწმენდილია, იყრება ტექნიკური მარილი. გვაქვს რამოდენიმე სკოლა და ბაღი, სადაც სასწავლო პროცესი გადადებულია ზოგან 1 დღით, ზოგან 2 დღით. ეს ეხება ფოთის და სენაკის საგანმანათლებლო დაწესებულებებს.
ზღვაოს საშიშროების ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმებია დაწესებული. შეზღუდვები დაწესდა საერთაშორისო შიდა სახელმწიფოებრივ და საუღელტეხილო მონაკვეთებზე. თელავის და მუნიციპალიტეტის სოფლებთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზები ამ დროისთვის გაწმენდილია და აღდგენილია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა. მუნიციპალიტეტის მასშტაბით გაწმენდილია ყველა მთავარი გზა, ასევე იწმინდება შიდა საუბნო გზებიც. დღეის მდგომარეობით უკვე ამ წუთას აღდგენილია მუნიციპალური ტრანსპორტის ყველა მარშრუტი, როგორც აკურის, იხალთოს და დაფარეულის მიმართულებით. უამინდობის გამო ყველა შესაბამის უწყებას მაქსიმალური მობილიზებისკენ მთავრობის ხდომიდან მოუწოდა დღეს პრემიერ-მინისტრმა. არის თითოეულობა რამდენიმე რეგიონში და არის საჭირო ყველა უწყების სრული მობილიზება იმისათვის, რომ ვებრძოლოთ სტიქიის შედეგებს და ვიზრუნოთ მოსახლეობის ინტერესების მაქსიმალურად დაცვაზე. დღესაც არის მაქსიმალური მობილიზება, თუმცა მომდევნო დღეების განმავლობაში ყველა ზომა იქნება მიღებული იმისათვის, რომ მაქსიმალურად ვიზრუნოთ მოსახლეობაზე. გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით მთელი ქვეყნის მასშტაბით თოვლიანი ამინდი თვის ბოლომდე შენარჩუნდება. ყინვა, თოვლი და ქარბუქია ნავარაუდევი როგორც აღმოსავლეთით, ისე დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე. რაც შეეხება დედაქალაქს, სინოპტიკოსები თბილისში უმეტესად ღრუბლიან ამინდს პროგნოზირებენ. დრო გამოშვებით მოსალოდნელია ნალექი თოვლის სახითაც.